და იყო როცა ნათელს იღებდა მთელიერი. იესომაც ნათელი მიიღო და ლოცულობდა და გაიხსნა ცა და გარდამოვიდა სულიწმინდა ხორციელის სახით, როგორც მტრედი მასზე და იყო ზეციდან ხმა მეტყველი. შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ საცნო ხარ ჩემთვის. ნათლისღების ანუ განცხადების დღესასწაული ყოველწმინდა სამების ახალი აღთქმისეული გამოსახულებაა, სადაც ხშირად მამის მაკურთხეველი მარჯვენაა დაშვებული. სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოსული და მაცხოვარი კი განკაცებული დგას იორდანეში. დღესასწაული მოციქულთა დროიდანაა ცნობილი. მისი გამოსახულების იკონოგრაფია იმთავითვე ჩამოყალიბდა. დღემდე შექმნილია უამრავი ნიმუში ხელოვნების ყველა დარგში, იქნება ეს ფრესკა, ხატი, მინიატურა თუ რელიეფი. დღესასწაულის ჩამოყალიბება ძალიან ადრე მოხდა, ადრეული შუა საუკუნეების დასაწყისშივე და პირველი ყველაზე ადრეული გამოსახულება ნათლისღებისა გვხდება რომის კატაკომბებში მე-3 საუკუნის ფრესკაზე. ყველა გამოსახულებას მწყობრი სახისმეტყველება აქვს. ადრეული ხანის ნიმუშებში მაცხოვარი წარმოდგენილია განშიშვლებით მდგომი იორდანეში, ნიშნად იმისა, რომ ნათლისღებით იწმინდება სულიცა და ხორციც. ზოგჯერ კი როგორც ჯვარცმისას მცირე კვართითაა შემოსილი. ხშირად გვხვდება მდინარეში მჯდომი კაცის გამოსახულება. ეს იორდანის პერსონიფიკაციაა, რომელიც ქრისტიანულ ხელოვნებაში გაიაზრება როგორც ღვთის განგებულების წინაშე სამყაროს განსულიერება. როგორც ვიცით, მაცხოვრის მდინარეში შესვლისას საკვირველება მოხდა. იორდანე კალაპოტში ვეღარ ეტეოდა. მანაც იგრძნო თუ რა სიწმინდე შევიდა მასში. თევზების გამოსახულება, რომლებიც მაცხოვარს ფეხებს უკოცნიან, ნათელღებულ ქრისტიანთა სიმბოლოს წარმოადგენს, მადლიერებით რომ მიდიან უფალთან და თაყვანს სცემენ მას. ნათლისღების კომპოზიციაზე ანგელოზთა რიცხვი განუსაზღვრელია. ერთი ანგელოზი ზოგადად ანგელოზთა დასს განასახიერებს, 2 იესო ქრისტეს ორბუნებიანობას, ხოლო 3 ყოვლადწმინდა სამების თაყვანისცემას გადმოგვცემს. მათი დაბურული ხელები მაცხოვრისადმი უდიდესი თაყვანისცემის გამოხატულებაა. ამასთანავე ქსოვილით ხელში ისინი მირქმელთა სახესაც წარმოადგენენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოისახება საწინასწარმეტყველო მოსასხამით, როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი წინასწარმეტყველი. მას ხშირად ხვდებით აქლემის ტყევის შესამოსელშიც, რაც მეუდაბნოეობის სიმბოლოა. როგორც ქმნილება თავის შემოქმედს ნათლისმცემელი ერთი ხელით უფალს ადიდებს, მეორეთი კი ნათლს მაცხოვარს, რომელმაც ასე დაიმდაბლა თავი. მისი შედარებით მაღლა დგომა იმ ფაქტს გვახსენებს, თუ როგორ განდიდდა ნათლისმცემელი იმით, რომ მას შემოქმედის ნათლისღება მიემართლა. იოანე ნათლისმცემელი ფარისევლებს ეუბნება, უკეთო ხემან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაიწვას. მასთან ახლოს გამოსახული ხე სულით პირდაპირ მიუთითებს კაცობრიობას სინანულისა და თავმდაბლობისკენ. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ნათლისღების კომპოზიციას დავაკვირდით უსამართლის სტელის მაგალითზე. ასეთი სტელები იდგა აუცილებლად ღია ცის ქვეშ, ისინი იდგენ ეკლესიების მახლობლად, როგორც წესი, ხანდახან მდინარის ნაპირზე ან რაღაც თვალსაჩინო შემაღლებაზე და მათთან ტარდებოდა გარკვეული რელიგიური მსახურება და მათ შორის რასაკვირველია ნათლისღებაც. ძირითადად აქ მოცემულია ძალიან შემოკლებული რედაქციით, იმიტომ რომ თვითონ სტელის კონფიგურაცია არ იძლებოდა ამის საშუალებას. მასზე არის გამოსახული როგორც ყველა ნათლისღებაში ქრისტე, ამ შემთხვევაში ემბაზში, წელამდე შიშველი, მის თავზე არის ფრთაგაშლილი მტრედი, როგორც ფრთაგაშლილი მტრედი და ვარსკვლავი. და ძალიან საინტერესოა ერთი დეტალი, თვითონ ემბაზზე არის გამოსახული ჯვარი. ეს ჯვარი არის სიმბოლო იმ ჯვრისა, რომელიც ნათლისღების დროს მდინარე იორდანეში იყო აღმართული და ამაზე ლაპარაკობენ პილიგრამების ჩანაწერები, ჯერ კიდევ მე-6-მე-8 საუკუნის პილიგრამთა ჩანაწერები. თავისთავად კომპოზიცია, როგორც უკვე გითხარით, არის ძალიან მოკლე რედაქციით. ზედ არის გამოსახული გარდა ტრიადისა იოანე ნათლისმცემელი და ერთი ანგელოზი და არის მოცემული ძალიან სიფრთხობრივად ყოველგვარი მოცულობის გარეშე, როგორც საერთოდ არის დამახასიათებელი ამ გარდამავალი პერიოდის ქვაზე რელიეფებისათვის და ძირითადი მეტყველება აქ ხდება ხაზის საშუალებით, ანუ გრაფიკული ნახატი აქვს. დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული.
უბრალოდ წყალი კურთხევისას განსაკუთრებულ ძალას იძენს. მას ვერაფერს დააკლებს დრო და ჟამი, ისეთივე კამკამა იქნება როგორც კურთხევისას. ეს კი უტყვი ნიშანია იმისა, რომ კუფალი დღესაც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენი განკურნებისა და ხსნისათვის.